მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ არ სტუდიაში გზა გასაყართან ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუმრად მოწვეული ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა ბრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ სოლომონის შვილის რობოამის გამეფების შესახებ და ეს საკითხავები არის მესამე მეფეთა მე-12, მე-13 თავებში. დღეს უნდა ვისაუბროთ კვლავ რობოამის მეფობის ხანაზე, თუმცა აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იერობოამი. იერობოამი იყო სოლომონ მეფის თანაშემწე, რომელსაც კარგად გამოსდიოდა საქმე და ბევრი რამ დაავალა სოლომონმა, თუმცა შემდგომში იერობოამი ეგვიპტეში არის, გაქცეულია და სოლომონ მეფის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტიდან ბრუნდება ისრაელში კვლავ. და ერთგვარი საპირწონე ხდება რობოამ მეფისა. მას ასე, გიორგი, გავაგრძელოთ რობოამ მეფის პერიოდი და უკვე აქ იერობოამის შესახებაც ცოტა ვრცლად უნდა ვისაუბროთ. ვინ არის იერობოამი? რა მიზნები აქვს მას, რა მოტივი აქვს მას და შემდგომში რა ხდება ისრაელში იერობოამის გამოჩენის შემდეგ. ეს თქვენ ბრძანეთ ეს მომენტია გასათვალისწინებელი ჩვენ წინა შეხვედრაზე, ასე ვსაუბრობთ, ეპოქა ის არის, პრობლემები იგივეა ყველაფერი, მაგრამ ახლა აი ამ სივრცეში მეორე მხრიდან შემოდის ბიბლიური თხრობა, რაღაც მეორე პარალელურად მეორე ამბავს იწყებს, თითქოს და რას გვაჩვევს იცით მამანდრია? თითქოს და ბიბლია აი რაღაცაით აი ამ პერიოდში მონაკვეთში გვაჩვევს იმას, რომ აწი ის თხრობას გააგრძელებს გარკვეული პერიოდი პარალელური თხრობით. ექნება საუბარი რაღაცა სხვაზე, ექნება საუბარი რაღაცა სხვაზე, მაგრამ ეპოქა იქნება ერთი მთლიანი და აი კითხველი რაღაცნაირად ამისთვის უნდა განეწყოს. იერობოამი პიროვნება, რომელიც ჩნდება წმინდა წერილში, გარკვეულწილად მოულოდნელად ჩნდება ეს წმინდა წერილში და რაღაცა აზრით იერობოამი ისეთივე სასურველია სოლომონისათვის, როგორც თავის დროზე დავითი იყო სასურველი საულ მეფისათვის. როგორც სამეფო კარზე დავითი საულმა მიიყვანა, ასევე იერობოამი სამეფო კარზე სოლომონმა მიიყვანა. მაგრამ აქ თავისთავად ცხადია, განსხვავებას ვხედავთ, არსებით განსხვავებას ვხედავთ იმაში, რომ საულის შემთხვევაში მტრობა საული იწყებს, ხოლო სოლომონის და იერობოამის შემთხვევაში საერთოდ ირევა სიტუაცია, ურთიერთმტრობას იწყებენ და დამთმობი არც ერთი არ არის. აი დავითი თმობდა. დავითი კარბოდა, დავითი ინდობდა, დავითი ლოცულობდა საულზე, ურავით უყვარდა. და ამიტომაც ის დაპირისპირება, რომელიც დაპირისპირება საულისაგან დავითისკენ იყო. ეს დაპირისპირება ისრაელს არ დაუჯდა სახელმწიფოს გაყოფის თუ რაღაცა ისეთი მძიმე შედეგების ფასად. ის მაშინ ისრაელმა რაც განიცადა, ეს დავითის და საულის დაპირისპირების ბრალი არ იყო, ეს ფილისტიმელთა ბრძოლის და ისრაელის დასუსტებული მდგომარეობის ბრალი გახლდათ. ამისი გამოძახილებით ჩვენ დავითის შესახებ რომ საუბრობდით, რამდენჯერმე მივაქციეთ ყურადღებას, როგორ ქონდა დავითს საშუალება თავისი ხვრით გაეკაფა გზატახტისაკენ და როგორ უარს ამბობს ის ამაზე ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ. ამით დავითი რას აკეთებს? დავითი მიყვება ღვთისნებას. რას ნიშნავს დავითი მიყვება ღვთისნებას? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნების მიყოლობა, ანუ ასეთი ტიპით ცხოვრება, ანუ ასეთი ფორმით აზროვნება სახელმწიფოებრივია. ქვეყანას ადგება ეს. ქვეყანას ჭირდება ეს. ამიტომ ჩვენ როდესაც დავითზე საუბრობდით, გავიხსენოთ მამანდრია, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ დავითი თავის მსახურებას იწყებს მანამ, სანამ ის ტახტზეა. დავითი მსახურია, ტიპია მსახურის ტიპი. აი, რაც შეეხება იერობოამს, ის სოლომონისათვის საჭირო მნიშვნელოვანი პიროვნებაა. სოლომონი მას გამოირჩევს იოსების სახლზე ზედამხედველად. ბეგარაზე გამოყვანილი ხალხის ზედამხედველად, ანუ პრაქტიკულად იერობოამი სოლომონს უკეთებს იმ საქმეს,
რომელზეც დგას სოლომონის რეფორმები. რაღაცა ძალიან ისეთია, სოლომონმა იერობოამში დაინახა რაღაცა ნიჭი, თვისება, ისეთი რომ იოსების სახლი ეს თვითონ ტერმინი წმინდა წერილში ხშირი არ არის. იოსების სახლზე როცა საუბრობს წმინდა წერილი რაღაცა დიდ სივრცეზე, ფართო იმაზე საუბრობს, ჩვენ ვიცით, მანასეს ტომია, ეფრემის ტომია, იოსები ორი ტომით შევიდა ისრაელის აი ამ სივრცეში და მერე მანასე იმდენად დიდი ტომია, რომ ის საერთოდ ორ ნაწილადაც გაიყო და არის ტრანსიორდანიის მანასე და არის ასე დასავლეთ იორდანიის მანასე, ხო? აი, როდესაც იოსების სახლზეა საუბარი, რაღაცა ხშირად გაუგებარი ხდება ხოლმე იოსების სახლის ქვეშ ვინ უნდა მოვიაზროთ. და როგორც მინიმუმ აი ეს სივრცე ეფრემისა და მანასეს ტომი თავის გაღმა იორდანის ნაწილიანად, მთლიანად, საკმაოდ დიდი სივრცეა. ზოგიერთი ამ სივრცეში შეყავს ბენიამინის ტომიც, ეფრემის ტომიც და ფიქრობენ რომ საკმაოდ ისე, რადგან ეფრემის ტომი შეყავს, ფიქრობენ რომ ეს გრძელდებოდა ჩრდილო ტომებზე და საერთოდ სხვა მასშტაბებზე აქვს საუბარი, ხო? ანუ ჩვენ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იერობოამი სოლომონისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეზე არის ის გადაგებული. მაგრამ წმინდა წერილის თხრობისას შემოდის რაღაცა დეტალი, რომელიც აი ამ სოლომონ იერობოამისებულ ჰარმონიას მთლიანად არღვევს და თხრობა სხვა კალაპოტში გადაყავს. ეს გახლავთ თქვენს მიერ უკვე ხსენებული ახია წინასწარმეტყველი, რომელიც მოულოდნელად დაუხვდება გზაზე იერობოამს. აი, მოდი სცენა ვნახოთ ერთი წუთით. ეს უთხრათ მაყურებელს, რომ ჯერ კიდე სოლომონის დროს ხდება ეს. ხო, კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ანდრია ეს ხაზგასასმელია, რომ სოლომონის დროს ხდება, სოლომონი ცოცხალია, სოლომონის დროს ხდება ეს ყველაფერი, როდესაც ისრაელი თავისი ძლიერების ზენიტია და ნუ რა ვიცი, არანაირი ის არ არის. ნიშანი არანაირი არ არის, რომ ეს უნდა მოხდეს. კი, არანაირი ნიშანი ამისი არ არის. აი ის რასაც ახლა ბიბლია დაწერს, აი ის კარგად თქვით თქვენ, კარგად გაუშვით ხაზი, რომ არანაირი ნიშანი არ ჩანს, უნდა მოხდეს აი თითქოს და ლოგიკა ამას არ გვთავაზობს, მაგრამ სწორედ ამ დროს რაღაცა ხდება პერიფერიაში, ჩუმად, ყველასგან დაუნახავად, რაღაცა ისეთი რაღაცა ხდება, რომელიც აი ამ სივრცეს მთლიანად გადაასხვაფერებს და მთლიანად შეცვლის სიტუაციას. წინასწარმეტყველი ახია გზიდან გადაიყვანს იერობოამს და ახალ-თახალ იმას რა ქვია, ხალათს 12 ნაწილად დააგლეჯინებს და 10 ნაწილს მისცემს იერობოამს ორს დაიტოვებს თავისთვის. ეხლა სცენა მინდა წარმოვიდგინოთ, მამაი. იერობოამი მიდის თავის გზაზე, შეიძლება სოლომონის დავალების, რაღაცა კონკრეტული დავალების შესასრულებლადაც და ვიღაცა კაცი დახვდა მას. ვიღაცა კაცი, რომელთანაც არასდროს საერთო არ ქონია, არანაირი ურთიერთობა და ნაცნობობა არ ქონია. და ეს ვიღაცა კაცი მოკიდებს, ხელს გადაიყვანს მას გზიდან. და რაღაცა სამოსელს ხევს, აძლევს, რაღაცას იტოვებს და ეუბნება ასეთ რამეს. რომ გამოგლიჯაო ღმერთმა სოლომონს აი მეფობა და შენ მოგცა ის, მაგრამ მთლიანად არ წაურთმევია დავითისათვის და იერუსალიმისათვის. არამედ დაუტოვა სამკვდრებელი აი იუდას ტომში. შენ მოგცაო მეფობა ისრაელზე ღმერთმა. თუ კი ივლი მის წინაშე დავითივით, აი ეს ხაზგასმა, დავითივით და ემსახურები მას როგორც დავითი, აღასრულებს ცნებებს, რასაც ითხოვ ყველაფერს მოგცემს ღმერთი და განამტკიცებსო შენ მეფობას. ახეთ ეს ახალი ხალათი სახესიმბოლოა, ასე ვთქვათ, ახალი ისრაელის. ახალი ისრაელი არა გამომივიდა კარგად, აი უფრო გასაგებად ახალგაზრდა ისრაელისა. ახალგაზრდა ისრაელისა, რომელიც აი რამდენიმე პერიოდია ასე ძლიერების იმას მიაღწია, ხო? 12 ნაწილად მისი დაგლეჯა ისრაელის 12 ტომია, 10 ნაწილის მიცემა იერობოამისათვის ნიშანი იყო, რომ ეს ამ ტომზე იმეფებს. 10 იერობოამისა ის იმეფებს და ორი რომელია? ეს არის ბენიამინი და იუდა.
და ბენიამინი აქ რატოა შესული? დავარაუდოთ იმ პროექტის გამო, რომელიც სოლომონმა განახორციელა ადმინისტრაციული დაყოფის შედეგად და იუდას ადმინისტრაციული საზღვარი მთლიანად მოაქცია ბენიამინი, რითაც ის განეიტრალა როგორც საშიში ძალა, რომელიც დავითის დროსაც კი შეეძლო ჟამითის ჟამა თავი წამოიღო აჯანყებები. ნახეთ, ჩვენ მერე ვიტყვით, ამ მორს მესამე დაემატება და სულ 3 იქნება და არა 2. მე ცოტა მოგვიანებით ვიტყვით მესამეს ვახსენებთ აუცილებლად. მაგრამ საინტერესო რა არის იცით მომანდრია? საინტერესო არის აქ 2 დეტალი. პირველი, არ გამოგლეჭს მეფობას მთლიანად, არ წავართვა მეფობას მთლიანად სოლომონს, რატო? სოლომონისთვის კი არა. დავითისთვის. და დავითისთვის კი არა მარტო. იერუსალიმისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. რატო? ხოდი შევადაროთ ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავითისა და სოლომონის მეფობა. ხო, დავითი რაღაცას იწყებს, სოლომონი რაღაც საოცარ მნიშვნელოვანამდე მიყავს ეს ყველაფერი. ეხლა რა საინტერესო? მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა აზრით სოლომონმა გაცილებით ძლიერი ისრაელი დატოვა, ღვთისათვის სათნოს გაცილებით ძლიერი ისრაელი კი არ არის. დავითის ისრაელი. რაღაცა ხდება სოლომონის ისრაელისათვის კი არა, დავითის ისრაელისათვის. დავითისთვის ხდება ეს. რა არის ეს რაღაცა? აი აქ ჩვენ მივდივართ ძალიან მნიშვნელოვან დეტალამდე, რომელიც ჩვენთვის არის აი პრინციპულად ხაზგასასმელი. რატო ვამბობ ამას? კარგად მინდა დავუკვირდეთ. ქვეყნის ძლიერება ეს უმნიშვნელოვანესია და თავისთავად ცხადია, ქვეყნის ლიდერი ამაზე უნდა ფიქრობდეს. თავისთავად ცხადია. მაგრამ არა იმის ხარჯზე, რაც ძლიერების ფუნდამენტს წარმოადგენს. ქვეყნის ძლიერება არ უნდა იყოს კერპი, არ უნდა იყოს თაყვანისცემის ობიექტი. მსახურების ობიექტი უნდა იყოს ის, რასაც დგას ამ ქვეყნის იდენტობა. აი ამ მსახურებამ უნდა გააძლიეროს ქვეყანა და არა ქვეყნის გაძლიერება იყოს გამსაზღვრელი შენი რაღაცა ძლიერი ქვეყანა იდენტობას არ განგისაზღვრავს. იდენტობა განგისაზღვრავს ძლიერ ქვეყანას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი სოლომონი იწყებს საუბარს ძლიერ ისრაელზე, ზეცამდე აყვანილ ისრაელზე, სოფლიოში ყველაზე ძლიერ რაღაცა პოლიტიკურ სუბიექტზე, ქრება რაღაცა ის, ამაც ისრაელი უნდა შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ სოლომონის ისრაელი, ეს არის ისრაელი, რომელიც ვერ შენარჩუნდება. და დავითის ისრაელი, ეს არის ისრაელი, რომელიც გაძლიერდება. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიხსენებთ საოცარ ეპოქას, აი ჩვენს გვაქვს, ხო, ჩვენს ისტორიაში გვაქვს დავითის ეპოქა და გვაქვს თამარის ეპოქა, ხო? დავითის საქართველოს ძლიერდება და თამარის საქართველოს ვეღარ ძლიერდება. არის რაღაცა პრობლემა, გაჩნდა რაღაცა პრობლემა, რის გამოც გაძლიერების, განვითარების წინსვლის პროცესი კი არ შეფეხდა, საერთოდ გაჩერდა. და ძალიან მძიმე პროცესები დაიწყო ჩვენ ქვეყანაში. ეს ისტორია არ არის ფაქტების გროვა რაღაცა, ოდის რაღაც. ისტორია არის რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც დღევანდელ დღემდე ჩვენში აღესრულება და რაღაცა გაკვეთილებს და რაღაცა იმას აქვია ნიშნულებს გვაძლევს. პრობლემა სადავდე დადის. პრობლემა დადის აქამდე სწორედ. რომ ჩემი მიზანი უნდა იყოს მსახურება იდენტობისადმი, მსახურება იმ საზღვრებისადმი, რამ საზღვრებმაც მე აი ასეთი თავისებურებით, ასეთი იდენტობით წარმომადგინა ღვთის წინაშე, ის რაც მომწახმერთ. აი ეს მე უკვე მემაძლიერებს, მაგრამ როდესაც შეტრიალებულია სურათი და უკვე გაძლიერება, პოლიტიკური ძლიერება, დომინირება, ეს თვითმიზანი ხდება. მთავარისადმი მსახურება წდება და მნიშვნელოვანისადმი მსახურება იწყება და ტრიალდება მთავარს და მნიშვნელოვანს ადგილები ეცვლება.
იწყება კატასტროფები, იწყება დაღმასვლა, იწყება განხეთქილება, იწყება არანაირი ძლიერება ხელში აღარ. ჩვენ ეს სოლომონის რეფორმებზე ვისაუბრებთ, ხო და ის ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება სოლომონი რასაკეთებს იმისათვის, რომ სოფლიო ინვესტიციისათვის მიმზიდველი და ცენტრალური სივრცე იერუსალიმი გახდეს ის იმდროინდელი საქმიანი, იმდროინდელი ფინანსური იმისათვის, აქვია, სივრცისათვის იერუსალიმს მოაწყობს ისე როგორც მათ უნდათ. ისინი კი არ უნდა გახდნენ იერუსალიმისათვის, არა, იერუსალიმი უნდა გახდეს მათთვის საინტერესო, პირიქით, სურათს აწვლის სოლომონი. და ამით რას აკეთებს? ამით იმას აკეთებს, რომ საოცრად გაამდიდრებს ისრაელს, საოცრად გააძლიერებს ისრაელს, რომელსაც ოდნავი შეხება უნდა და დაიმსხვრევა და არაფერი. აი, პარადოქსი ეს არის, რისთვისაც იღვაცა სოლომონმა სახელმწიფოს გაძლიერების თვალსაზრისით, უცბად შეიძლება დაირღვეს. და ეს არის ერთგვარი ნიშანი იმისი, რომ თუ სულიერი ხაზი არ არის გატარებული მკაცრად და მხოლოდ მატერიალურზე არის აგებული წარმატების საზომი, რეალურად ვერ შეძლებს შენარჩუნებას აი ამ მთლიანობისა. და პარადოქსია სწორედ ის, რომ რისთვისაც ყველაფერი გაწირა, ის ყველაფერი ახლა რისკის ქვეშ დგება. რისკის ქვეშ დგება და არ ნარჩუნდება. არ ნარჩუნდება. არ ნარჩუნდება. მე მახსენდება გუშინ კითხულობდი სწორედ ამას მაცხოვრის სიტყვები. გააჩნია სატკრებ. შეკრებით ყველა შემთხვევაში შეკრება, რა ერთ ადგილას თუ ის ღმერთში შეკრებე, დაიტოვებ, მეორე შემთხვევაში თუ ღმერთში არ შეკრებე, გაგებნევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოლომონის ძლიერ ისრაელზე, ვსაუბრობთ არა იმდენად ძლიერ ისრაელზე, რამდენადაც უკვე სისუსტისაკენ აუცილებლად მიდრეკილ ისრაელზე. ის ამას ამ ძლიერებას ვერანაირად ვეღარ შეინარჩუნებს. იერობოამის და ახიას შეხვედრის, წინასწარმეტყველის ახიას შეხვედრის აი ეს ეპიზოდი ამაზე მიგვითითებს, სწორედ რომ აი ეს პროცესი უნდა დაიწყოს არა ვიღაცა უხუცესმა სადღაც ვაგან, არამედ ეს პროცესი უნდა დაიწყოს სოლომონთან. სოლომონის მარჯვენა ხელთან. ამიტომაც არის რომ ძალიან საინტერესოა რომ იერობოამი მსგავსი არაფრის გაკეთებას არ გეკნევს. იერობოამს მსგავსი აზრი თავში არც გაუულია. ჩვენ სხვანაირი იერობოამს ხედავთ, როდესაც ამ გზიდან გადაიყვანს ახია წინასწარმეტყველი. აი ამ გზიდან რომ გადაიყვანს, უკვე ამ გზაზე მედის იერობოამი. ეს არის იერობოამის გზაჯვარედი. ემსახუროს სოლომონს და ის უნდა ემსახუროს სოლომონს. სოლომონი მეფეა. აქ არ არის მოწოდება რევოლუციაზე, აქ არ არის მოწოდება ანარქიაზე ან და ხელისუფლების დაუმორჩილებლობაზე, მაგრამ ის არ უნდა ემსახუროს სოლომონის აი პოლიტიკას, რომელიც ისრაელისათვის დამღუპელი იქნება, უპირობო დამღუპელი იქნება. გზიდან გადაიყვანს ახია. იერობოამი გზიდან უნდა გადავიდეს. სოლომონმა რო გააგზავნა იმ გზაზე კი არ უნდა იაროს. უფალი რო გააგზავნეს ახლა, აი იმ გზაზე უნდა გაიაროს. ამიტომ ეს მთელი სიმბოლიკა გზიდან გადაყვანისა, ახალი ხალათის დახევისა, ნაწილების გადაცემისა და ასე შემდგომ და შეგონებისა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომი თხრობისათვის, რომელსაც წმინდა წერილი გვთავაზობს. თუმცა იერობოამის გამოჩენა და მისი ფაქტორი ისრაელის ცხოვრებაში პოზიტიურად არ შეიძლება განიხილო. ყოფს სახელმწიფოს, კერპებს ქმნის და მიუხედავად ამისა, ესეთი შეუსაბამო რამე გვაქვს ახიას წინასწარმეტყველება და თითქოს ახიას წინასწარმეტყველება საღვთო განგებულების გაცხადება არის, რომელზეც იერობოამმა უნდა იაროს, თუმცა იერუსალიმისათვის ეს არის რაღაც ერთგვარი ინსტრუმენტი რისხვის. ხო და საქმეც ეს არის, მამანდრი, როდესაც ჩვენ იერობოამზე საუბრობთ, ჩვენ იერობოამის მეორე გზაჯვარედინზეც ვისაუბრებთ. ეს არის ერთი გზაჯვარედინი, სადაც იერობა გაუხვია იქ, საიდანაც უფალმა გაახვევინა მას, მაგრამ მას დახვდება მეორე გზაჯვარედინი, სადაც უკვე ის ძალიან მძიმე შეცდომას და შეცდომასაც არ ვიტყვი, გამოუსწორებელ დანაშაულს დაუშვებს. ძალიან მძიმე დანაშაულს ეწევა. მაგრამ ახლა ჩვენ ყურადღება რას უნდა მივაქციოთ? ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რომ იერობოამი ამ გზიდან მობრუნებული სხვანაირია უკვე. იმნაირი აღარ არის, როგორიც იყო გუშინ და გუშინ წინ. მორჩილი და ის ხო. ამ შემთხვევაში იერობოამს შეიძლება შენახულიც კი აქვს ის 10 ნაჭერი, რომელიც მისცა მას ახია წინასწარმეტყველმა და
ყოველდღიურად ეს 10 ნაგლეჯი, 10 ნაწილი 60-ისა, მთლიანი 60-ისა მას ახსენებს იმ მისიას, რა მისიითაც ღმერთმა მისი წინასწარმეტყველის პირით აღჭურვა ის. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ უკვე იერობოამს სოლომონთან კონფლიქტში და სოლომონი უკვე თავისთავად ცხადი ამას არ მიიღებს, თავისთავად ცხადი ამას დაუპირისპირდება და იერობოამი იძულებულია გაიქცეს ეგვიპტეში და იქ შეაფაროს თავი, ეს პოლიტიკურ დევნილად იქცევა და მისი პოლიტიკური დევნილობა განსაკუთრებით ჩვენთვის საინტერესოა იმით, რომ ეგვიპტე ბედავს სოლომონის დროს სოლომონისაგან დევნილი და ძებნილი პოლიტიკური თავშესაფარის ქვეშ აიყვანოს. ეგვიპტე აგრძელებს ისრაელის მტრობას და ერთგვარი პლაცდარმი არის მის საწინააღმდეგოდ მომზადებული. და ნახეთ რა არის საინტერესო არის ის თხრობა, რომელსაც ჩვენ გარკვეულწილად წინა შეხვედრაზე წინა გადაცემაში შევეხეთ და ახლა უნდა გავაერთიანოთ ჩვენ ამ გადაცემაში, როდესაც სოლომონი გარდაიცვლება და სოლომონის ტახტზე მეფე რობოამი ავა და ჩვენ რობოამის შესახებ და იმ კრიზისის შესახებ ვისაუბრეთ, რაც მაშინ ისრაელში არსებობდა. მეფე რობოამს მოთხოვენ შეუმსუბუქონ გადასახადები, რომელიც მამამისმა სოლომონმა დაუწესა ისრაელიანებს და რითაც ძალიან დაამძიმა მათი ყოფა და ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ სოლომონის ძე, ახალი მეფე ისრაელისა რობოამი როგორ მართავს სხდომებს, აქვს ურთიერთობა ჯერ ერთ საზოგადოებასთან, შემდგომ მეორე საზოგადოებასთან და ვთქვით, რომ ეს მეორე საზოგადოება არის უფრო კოლექტივი, რომელიც მერკანტილური თავისი სურვილებით მოქმედებს და სწორედ მათ დაუჯერებს რობოამი და აქ უნდა დავიწყოთ სწორედ ჩვენ, აქ უნდა გავაგრძელოთ ხრობა, რატო დაუჯერებს მათ რობოამი. აქ ამ მომენტში ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა წერილი მიგვითითებს რომ ეს მასიური გამოსვლა, რომელიც და დაპირისპირება, რომელიც რობოამის თვალწინ ხდება სოლომონის გარდაცვალების შემდგომ, ამის შესახებ ინფორმაცია აქვს იერობოამს ეგვიპტეში. როგორ რანაირად შეიძლება მაშინდელი კომუნიკაციების საშუალება და ინფორმაციის მიწოდების საშუალება არ გულისხმობს იმას, რომ პარალელურად რეჟიმები იმართებოდეს, თან ინფორმაციას ფლობდა როგორც ეს დღესაა და თან რაღაცა პროცესებს მართავდა. თანაც დრო უნდა სოლომონის გარდაცვალების შესახებ ამბავი უნდა ჩავიდეს იერობოამთან, ხო, ეგვიპტეში. წმინდა წერილში ეს სურათია ასეთი, რომ აქ დაიწყება თუ არა ეს დაპირისპირება, იერობოამს უკვე აქვს გარკვეული ინფორმაცია და ის ჩამოდის კიდევაც და უკვე სათავეში უდგება ამ მოძრაობას, მისი ხელმძღვანელობით ხდება ის არეულობა, ის პროცესები, რომელიც ისრაელს საბოლოოდ გაყოფამდე მიიყვანს. ანუ ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეგვიპტეში ყოფი იერობოამი არ კარგავს კონტაქტს, თვალყურს ადევნებს, მოლოდინში, კი, ქსელი აქვს რაღაცა გაბმული და ამ ქსელის საშუალებით მას პერიოდულად ჩასდის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ისრაელში. შესაბამისად ეგვიპტეც, რომელსაც ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი იერობოამისათვის, იმისათვის, რომ მან შეძლოს თავისი მიზნების განხორციელება, დაინტერესებულია იმ მოძრაობაში, იმ სულისკვეთებაში, რითაც იერობოამი იყო ანთებული და რის გამოც ის იძულებული გახდა პოლიტიკურ დევნილად ჩაბარებოდა ეგვიპტეს. ჩვენ კიდევ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ჩასული იერობოამი და იერობოამისაგან მართული ეს საპროტესტო პროცესი არის ძალიან კარგად გათვლილი და არის ძალიან კარგად დაგეგმილი. ზუსტად იციან, როდის რა უნდა უთხრან და ზუსტად იციან მეფის პასუხის შედეგად რა უნდა მოიმოქმედონ. კარგად არის ეს ყველაფერი გათვლილი და წარმოდგენილი წმინდა წერილში. და როდესაც რობოამი გამოდის და საბედისწერო შეცდომას უშვებს და ეტყვის, რომ იმ საშინელებას ეტყვის, ასე ჩვენ უკვე წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ მამაჩემის წელზე მსხვილიაო, ჩემი ნეკი და თუ მამაჩემი უდაბნოს დარეკალით გჯიდათ, მე უდაბნოს მორიელები და გველები დაგჯითო და უარს ეტყვის ხალხს მოусმინოს მათგან საჭირზე, თითქოს და დაბნეულ საზოგადოებას კი არ ხედავთ საზოგადოებას, რომელიც შემოკრებილია თავისი ლიდერის გარშემო და რომელიც ხმამაღლა იტყვის თავის გადაწყვეტილებას საერთო გაქვს ისრაელ იესესის დავითის სახლში შენი
კარვებისკენ შენ ექსისკენ უნდა წახვიდე და მოხდება ოფიციალურად მოხდება გაფორმდება დაუმორჩილებლობის ყვალობაზე წაერთმევა სოლომონის ძეს ჩრდილო ნაწილი ისრაელის სამეფოს ჩრდილო ნაწილი ის მხოლოდ იუდას ტომზე და ადმინისტრაციულად გადაწეულ ბენიამინის ტომზე დარჩება მეფე. საინტერესო არის ორი დეტალი. პირველი ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მე სხვა დეტალი ჩავთე და დაუბრუნდეთ ახლა ამას, რომ წინასწარმეტყველის პირით ეუბნება ღმერთი იერობუამს, რომ ამას არიზავს დავითისთვის, ანუ არ წაართმევს მთლიანად ტახტს დავითისთვის და იერუსალიმისათვის. ჩვენ ვისაუბრეთ დავითთან დაკავშირებითაც, ვისაუბრეთ იერუსალიმთან დაკავშირებითაც და ახლა ჩვენ რაღაცა ორივეს ერთად უნდა შევხედოთ. და რა არის ეს? ეს არის ის, რომ ახლა სოლომონის ძეს რობუამს მთლიანად რომ ტახტი გამოეცალოს ხელიდან, ისე როგორც ეს საულს მოუვიდა. დავითის სახლი კარგავს. დავითის სახლი კვერთხი დავარდნილია, კარგავს მეფობას და ეს არის უკვე ნიშანი იმისა, რომ ქვეყანად უნდა მოვიდეს სოფლის მაცხოვარი. ამიტომ დავითის და იერუსალიმის გაერთიანება ჩვენ გვაძლევს არა მარტო დავითს, ანდა პოლიტიკურ იერუსალიმს, არამედ გვაძლევს იერუსალიმში დავითის ძის გამოჩენის აი ამ განცდას, რომლის დროს ჯერ არ არის მოსული. ამიტომაც ეს კვერთხი უნდა დარჩეს იუდაში, იესეს ძის დავითის მოდგმაში, ვინაიდან ჯერ არ არის დრო, რომ ამ იერუსალიმში ძე დავითისა შემოვწამდეს. ამიტომაც აი ეს დეტალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც დარჩება სამმართველო კვერთხი იუდას ტომს. მეორე რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გახლავთ ის, რომ იერობუამი, რომელიც ოფიციალურად განაცხადებს, რომ ისრაელს აღარაფერი საერთო ამ ისრაელში მამანდრია შედის ტრანსიორდანიაც. ახლა როგორ არის ისიც ესე იგი, აი სვენელებისაც რომ გასაგები გახდეს, ერთი მთლიანი სამეფო ისრაელისაგან მივიღეთ ორი სამეფო. აქედან ერთს საკუთრივ დარჩება სახელი ისრაელი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ერქვა, რადგან ტომების უმრავლესობა სწორედ აქ არის მოქცეული, ეს არის ჩრდილო ნაწილი ამ სამეფოსი და სამხრეთ ნაწილს დარჩება სახელი იუდას სამეფო. რატომ? იმიტომ რომ აქ ერთი ტომია დარჩენილი იუდას სახით, კი ორზეა საუბარი, მაგრამ დომინირებადი და ასე ვთქვათ მთლიანი ერთი ტომია, ეს არის იუდა და ამიტომ მას დარჩება სახელი იუდას სამეფო და ჩვენ ამის შემდგომ როდესაც ვიტყვით ტერმინ ისრაელს, არასდროს არ ვიგულისხმებთ იერუსალიმს და მთლიან ისრაელს. ვიგულისხმებთ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელ ნაწილზეც მეფობა აიღო იერობუამ პირველმა და როდესაც ვიტყვით იუდას, ვიგულისხმებთ იუდას ტომს, რომელზეც მეფობას აგრძელებს დავითის დინასტია. ახლა საინტერესო მეორე რა არის? მეორე საინტერესო ის არის, რომ როგორ ჩანს ეს წმინდა წერილიდან აშკარად ჩანს, ბოლომდე ვერ გააშინაარსა რობუამმა და მისმა გუნდმა, რომ ქვეყანა ხელიდან გამოეცალათ. ქვეყნის ნახევარი ხელიდან გამოეცალათ. ვინაიდან რობუამი აი ესეც მის ერთგვარ წინ დაუხედაობაზე მიუთითებს და ერთგვარ იმაზე მიუთითებს, რა ქვია, გამოუცილებლობაზე მიუთითებს, რომ გადასახადების ამკრებს გააგზავნის, რომელსაც კუდით ქვას ასრულებენ და გამოაგდებენ იქიდან, მასიზავენ, რა ქვია. ეს იერობუამის ჩამოსვლამდე ხდება ჯერ კიდევ. ხო, ეს იერობუამი მართავს ამ პროცესებს. შორიდან. იერობუამი მართავს ამ პროცესებს, მთლიანად ჩართულია ამ პროცესებში. და შესაბამისად, მე ისე თქმა მინდა, რომ რობუამს კიდე არ ჯერა, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდება. რობუამს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება მას დაუპირისპირდეს ვინმე და როგორ შეიძლება მას ხელიდან გამოეცალოს მამამისის სამეფო. და გადაწყვეტს დასაჯოს. ხო, დასაჯოს ხალხი, გადაწყვეტს ძალა გამოიჩინოს, გადაწყვეტს დაამციროს ხალხი. იმიტომ თორსა ეს ყველაფერი წყალს ასხავს იერობუამის ცისკრულზე და ეს ყველაფერი გაუწყობა ხდება. ახლა როდესაც ჩვენ საუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალის გახსენება წმინდა წერილიდან, როდესაც მეფე რობუამი ბრძანებს ჯარის შეკრებას და
გაგზავნის ჯარს ჩრდილოეთის მიმართულებით, რომ შემოიერთონ, ესე იგი ეს აჯანყებული ისინი, რა ქვია, დასაჯო და შემოიერთონ აჯანყებული ტერიტორიები. აქ წინასწარმეტყველი რობოამის და მთელი სამეფოს გასაგონად ამბობს. ჩემ განიყვეს, ამბობს უფალი. ვერ შეძლებ შენ წარმატებას ვერ მიაღწევ. მე გავაკეთე ეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. მე გავაკეთე ეს. შენ გააკეთე ის რომ ქვეყანა არ შეგანარჩუნებინა. აი ახლა უკვე მე ვაკეთებ იმას რომ ამ ქვეყანას არ შენარჩუნებს. აი ამის რეზიუმირებას გაძლევ. რაც გინდოდა იმას მიიღებ. შენ ახლა გინდა თან ასეც იმეფო და თან მთელი ისრაელიც გქონდეს. ასე ვერ იქნება. ან დავითივით უნდა იმეფო და მთელი ისრაელი იქნება, ან შენ როგორც გინდა ისე უნდა იმეფო და ეს რეალობა უნდა გქონდეს. როგორ არის ის მამანდრია? თითქოს და რობოამი თავის თანამოყმეებთან, თანაშეზრდილებთან ერთად ღმერთს აძლევს შეკვეთას. შენ გააგრძელე და ისრაელი გამიძლიერე და მე აქ როგორც მინდა ისე მიმეფებ და ისე ვილახებ. ისრაელს გაყოფით ამას დაედოს, რა ქვია, ზღვარი. შენ როგორც გინდა ისე თუ იმეფებ, ხელში არ შეგრჩება არაფერი. და თქვენ თუ ისე იმეფებ, როგორც დავით იმეფებდა, მაშინ ხელში გექნება ძლიერი ისრაელი. სუსტად იგივე სიტყვებს ეუბნება ღმერთი წინასწარმეტყველის პირით იერობოამ პირველს. იერობოამმა მიიღო 10 ტომზე მეფობა, მაგრამ გარანტიები კი არ მიუღია. მისი გარანტია დევს დავითივით თუ იცხოვრებს იმაში. დავითივით თუ ივლის უფლის წინაშე. დავითივით თუ იმსახურებს. ამ შემთხვევაში განამტკიცებს ღმერთი მის მეფობას. და არა იმიტომ რომ იერობოამი დაუპირისპირდა რობოამს და წინასწარმეტყველის სიტყვები შეასრულა და დაემორჩილა მას და გზიდან გადაყვა. ამიტომ არა. ხო, ეს გარანტია ხო არ არის, ხო ხვაწლია საჭირო, შრომა საჭირო და პირადი გადაწყვეტილებები, გასაგები არის. ხო, საქმეც ეს არის, რომ ჩვენ ხშირად უშვებს შესაძლოა თვითონ მდგომარეობა რაღაცის გარანტიებს მაძლევს. არაფრის გარანტიებს არ მაძლევს. პირიქით მდგომარეობა ითხოვს შენგან მსახურებას და პირადი გადაწყვეტილებებს. ამაშია საქმე. ჩვენ ეს აი ხშირად აგვაქვს რომ ეს რობოამს ეს დაემართა. მეფეა და რა გადაწყვეტილებასაც უნდა იმას მიიღებს, ესე გონია. ხო? ზუსტად ეს დაემართა. და შემდეგი მიიღო ის რაც მიიღო. ამიტომაც როდესაც აი რობოამის სასახელოც ვთქვათ ამასთან დაკავშირებით, ხო? რობოამის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რობოამი მოხსნის აი ამ ლაშქრობას და ამაოს სისხლის ზღვრას არ გააჩაღებს. ხო, წინასწარმეტყველის მოусმენს ამას და ამას აქვია სისხლის ზღვრას არ გააჩაღებს ეს მის ხო, შენ ძმებზეო, ნუ იცალადებ. კი და ამას ასე ვთქვათ მოუს. შეიძლება რობოამმა მოусმინა, იმიტომ რომ რობოამმა უკვე აშკარად დაინახა რა მოვიდა, როდესაც დაენდო და დაეყრდნო იმ ძალას, რომელიც ძალას ახლა განაყავს, რომ წადი დასაჯისენებს აკეთებენ კაცო, შეიძლება გიბედავენ ახლა ხდება, რომ ასე შორს შესვლა მას კიდევ უფრო დააზარალებს და მას კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს. რობოამის მეფობა ну, როგორ შეიძლება ვთქვა, დიდი არაფერი დახასიათდაო, ამაზე მეტი მახასიათებელი რა გითხრათ, კაცმა ქვეყანა შუაზე გახლიჩა, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყნის გახლიჩის პროცესის დასრულებას ხელი შეუწყო რობოამმა და არა თვითონ ქვეყანა გახლიჩა. მაგრამ აქ ძალიან საინტერესო გახლავთ მამანდრია ის დეტალი, რომ რობოამი გახლავთ პიროვნება, რომელმაც რაღაცნაირად გამოხატა ის სიმძიმე ის ბანკიერება, რომელიც აი როგორც წინა გადაცემაში ამას ვამბობდით, მონარქიულ სისტემას შეიძლება თან ახლდეს. მაგრამ მარტო რობოამმა ჩვენ მე შემდეგ გადაცემაში შემდეგ შეხვედრაში ვნახავთ მამანდრია, რომ იერობოამიც იგივეს გააკეთებს. რაღაცა სხვა სიმძიმეა, იქ სხვა სიმძიმეა, მაგრამ არც ერთია. იწყება აბსოლუტური მონარქიისაკენ ისრაელიანთა ტოლვა, როგორც სამხრეთში, ისე ჩრდილოეთში. ახლა კიდე ერთი დეტალი, რომელიც ჩვენმა მსმენელმა უნდა გაითვალისწინოს, გახლავთ შემდეგი. ჩრდილო სამეფოში, ანუ ამ შემთხვევაში უკვე ისრაელში, ჩვენ გვეყოლება რამდენიმე დინასტია. ერთი განგცნობითი დინასტია ვერ იქნება, იქნება დინასტიური გადატრიალებები და რამდენიმე დინასტია იმეფებს, სამეფო დინასტია იმეფებს ისრაელში, მაგრამ იუდაში
გვაქვს ერთი ძირითადი ხაზი, გვაქვს ერთი დინასტია, დავითის გვარი, რომელიც არ ჩამოვა ტახტიდან, მანამ სანამ ეს არ უნდა მოხდეს, რომლის შედეგად რაც ნიშანი იქნება იმისა, რომ მოახლოებულია ჟამი მესიის მოსვლის, რადგან დავითის ტახტიდან წასულია სამმართველო ის როგორც ეს იაკობ მამამთავარმა უწინასწარმეტყველა თავის მეოთხე ძეს იუდა მამამთავარს. შესაბამისად გვექნება კი პატარა ისა იუდას სამეფოში დავითის დინასტიაში პატარა ეს გვექნება რა ქვია წყვეტა. ოღონდაც არა განხრიჩო არამედ იქნება ტირანიის გოდოლია ტირანიის პერიოდი იქნება როდესაც ტახტზე დავითის მოდგმის შემომავალი არ იქნება და მაშინ ისრაელში უბრალოდ მაშინდელ იერუსალიმში ძალიან ხშირად საუბრობდა ხალხში ძალიან დაზრული იყოთება მესიასთან დაკავშირებით რომელიც თავისთავად ცხადია არ გამართლდა მარტივი მიზეზის გამო რომ მე ნახავენ ისევ დავითის მემკვიდრეობა ტახტზე იუაშის სახით. გიორგი, მინდა იერობოამის დაბრუნებას დაუბრუნდა ისევ ეგვიპტიდან დაბრუნებას. ჩვენ მანამდე გვესმის, როდესაც რობოამის ეს განკარგულება მოისმინა ისრაელმა, ისევი სიტყვები გვესმის, რომ წავიდე ჩვენ კარვებში რა გვესაქმება აქ. იერობოამი ბრუნდება, მაგრამ იერობოამი მეფედ კურთხეული არ არის. აი ეგ როგორ ხდება ამასაც რო შევეხოთ იერობოამის მეფედ არჩევა მეფედ კურთხევა ხო ეს რა პროცესი იყო აქ საინტერესო იქნება მის მოსმენად ეს აბსოლუტურად ძალიან კარგი კითხვა მამანდრია ვინაიდან იერობოამი თითქოს და ახალი ათვლის წერტილია უკვე გაყოფილი ისრაელის სამეფოში მას გამოირჩევენ იმ ტიპით და იმ წესით როგორი ტიპით და წესითაც ხდებოდა გამორჩევა უხუცესები გამოირჩევენ მას და მეფედ აკურთხებენ მეფეს ხებენ და დასვავენ მას აქვია ცილო ისრაელის მეფედ და 10-ვე ტომი გაერთიანდება მის გარშემო. ეს ხდება იმ დროს, როდესაც რობოამს უკვე გააზრებული აქვს, რომ რღვევა დაწყებული არის, ამას აღარ ეწინააღმდეგება, უკვე ეს წინასწარმეტყველი სიტყვები გათვალისწინებული აქვს და თითქოს ესე პასიურად აკვირდება რა ხდება დანარჩენ ისრაელში. ხო, დიდხანს აღარც გაუგზელებია შემდგომ რობოამს. უკვე რობოამის მემკვიდრეადის ტახტზე და მასთან აქვს იერობოამს უკვე დაძაბული ურთიერთობა. უბრალოდ თქვენი კითხვა მნიშვნელოვანია, იმით რომ აი ეს დეტალია გასათვალისწინებელი, რომ იერობოამის პიროვნებით თითქოს და ისრაელი უბრუნდება იმ საწყის წერტილს, როდესაც საულ მეფე იქნა გამორჩეული. საულ მეფე იქნა გამორჩეული, საული ღმერთმა გამოირჩია, ისე როგორც ახიას პირით იერობოამია გამორჩეული. თითქოს აი იმ ისტორიის გადაწერას იწყებს თავიდან, დაწერას იწყებს ისრაელი, მაგრამ ჩვენ ვნახავთ, რომ საშინლად კიდევ უფრო დარღვეული და საშინლად დაშორებული იქნება ის იმ ღმერთისაგან და იმ მოთხოვნებისაგან, რაც ისრაელს და მის მონარქს უნდა კონდეს ამ ტერიტორიაზე. გიორგი, დიდი მადლობა ამ საუბრისათვის. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. ჩვენ შემდგომში კვლავ იერობოამის შესახებ გვექნება გასაგრძელებელი თხრობა, იმიტომ რომ იქ მნიშვნელოვანი ამბები დაგვრჩა კიდევ მოსაყოლი, რომელიც ისრაელის ცხოვრებაში აისახა როგორც ახალი ეტაპი, რაღაც ახალი ამბის დასაწყისი. მაყურებელს კი დავემშვიდობები ამით, შევახსენებ, რომ მესამე მეფეთა მე-12 და მე-13 თავებში შეიძლება შესაბამისი საკითხავის წაკითხვა. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.